Ძვირფასო ტელემაყურებელო მივესალმებით ჩვენი განაცემის სტუმარი გურამ როგავა. გადაცემის წარმომადგენელია PSP. გურამ მოგესალმები. გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად. ადრეც მთხოვე ვერ მოვედი კორსეტი მეკეთა და ესე თავს ვერ შემოვატრიალებდი და ამიტომ უარი გითხარი. ამიტომ სულ უნდა გეყურა და ამიტომ გადავწყვიტე რომ დღეს რაღაცა გავიარე გარკვეული კურსი და რაღაცა მიმართულებით მაინც შემიძლია რომ გიყურო. კი, ძალიან დიდი მადლობა და მინდა რამდენიმე თემაზე შეიძლება ხო შეთან საუბარი ხო? ბევრი თემა ტრიალებს შეზგარშემო, მაგრამ რამდენიმე თემა. კი ბაჭანა. აი ხა იცი რა არის, ნუ თავიდან ალბათ ხა, იმიტომ რომ ეს წილოსანი ხო ესეთი პერსონაჟია საპარლამენტო ცხოვრებაში რა. გამორჩეული რაღაცა. მისი ესეთი გამორჩეული ფრაზები შენი მისამართით იყო ძალიან საინტერესო, მაგალითად შეარასწორო ადამიანო ხო ხო ერთ-ერთი და აი ეს რაღაცა რომ მოხდა შენს გარშემო რაღაცა პატარა ინციდენტი მცირე ინციდენტი მოდი ახლა მოგვიყევი რა დაზიანებები მიიღე მაგ მცირე ინციდენტის დროს რა სალაპარაკოა ახლა ისეთი არაფერი მაგაზე დროს როგორ დავხატე მეშვიდე მალის მოტეხილობა კისრის კი დიდი არაფერი ტვინის შერყევა იქ ხო ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ყველას გადაგვიტანია ამ სამ თვეში ნახევარმა საქართველოს ტვინის შერყევა მიიღო ხო? ხო, მი გამოხდა. რა ვიცი, ხა სალაპარაკოა ეგ ხო, რა ვიცი, აი სახიზმის მოტეხილობა. სახიზმის მოტეხილობაც ხო? დიდი ამბავია. დიდი ამბავია. რაღაცა მცირე ვაზვიადებთ ხა. ნუ ახლა დანარჩენებს აღარ ჩამოვთვლი ახლა. ხო, ნუ დანარჩენი კადრში ვნახეთ უკვე მდგომარეობაში იყავი ახლა სერიოზულად რომ ვთქვა ეს ამბავი და და აი ჩიგოგიძე მითხრა ვასილ ჩიგოგიძემ. ხო, ვასილ. ვერ ვიჯერებო, კაცო, კადრები ვანახე. ხო. და არავის რაღაცა შეცდომა, ახლა ესე რატო გაგიმეტებდა სპეცრაზმელიო? რაღაცა პროვოკაციას ჰქონდა ადგილიო. და არ ვიცი. აი, იცი რა, თან ვითომ ბოდიშამ სიტყვა არ მიყვარს ხოლმე გაპრავება სიტყვა, მაგრამ აი ცდილობენ რომ გააპრავონ ეს ამბავი, ანუ რატო ცდილობენ? ხო რეალურად ხო ხილულია ყველაფერი. კი, რაღაცა რომ ვერ პრავდება ეგ ამბავი, ხა ჩემზე თავდასხმა რანაირად შეიძლება გაპრავდეს, ეთერში ვიყავი მთელი 9 საათის განმავლობაში, მიკროფონი არ გამომირთავს, სულ ვიყავი ლაივ რეჟიმში და აღწერდი ეგრეთ წოდებული შავი კაცუნები, როგორც ასტიკად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს, მშვიდობიან მონაწილეებს და ეხა მოიფიქრეს ეგეთი რაღაცა, რომ მოდი ვთქვათ, რომ როგავამ დედააგინა სპეცრაზმელს და ამიტომ დაარტყეს. ხო, აი ეს ვერსია შეიმუშავეს. ახლა ჯერ ანუ ბუნებაში ვერ იპოვი ადამიანს, ვინც გაიხსენებს, რომ მე სადმე ოდესმე შემიგინია რაღაცა. არა, ეხლა რაღაც სპეცრაზმელზეც კი ვამბობდი, რომ უდიერად მომექცა თქო რაღაცა. ჯერ მეგობრები არ მიყვარს ჩემი მეგობრების უმაგაზე. ეძახი რომ უდიერად მომექცა. რაღაცა უხეშად მომექხო რომ რა ვიცი, ან რაღაცა ჩემი მეგობრების უმაგაზე დამცინია რომ ვიკრიბებით ხოლმე რაღაცა რომ ზედმეტად პოლიტკორექტული ვარ და უბრალოდ არ ვიცი მე ხო ეგ ჯერ ესეთი ცილისწამება რაც მამუკამ თქვა და მანიცის მშვენივრად ის ვფიქრობდი ხო არ ვუჩილო ცილისწამებისთვის რომ ცოტა ეს გავერთობოდით. ვერ იპოვის ასეთ მტკიცებულებას. როდის რა იგრძენი, ანუ ეს გახსოვს რა თვითონ დეტალები იქ ადგილზე. ხო, მე რასაც ვაკვირდები, მე ამას ასე აღვიქვამ, რომ აი თვეების განმავლობაში მე რა მუქარებსაც ვიღებდი ქართული ოცნების მხრიდან, ეს შეასრულეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა სპეცრაზმელის ხელით, ნიღბიანის ხელით, რომელიც რა თქმა უნდა არ იქნება არასდროს იდენტიფიცირებული მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიცის ვინ არის ეს ადამიანი სისტემაში შიგნით და პრემიაც აიღო და ძალიან ბედნიერიც არის და ამაყობს ხარებასთან რომ აი მე ვიყავი ის ვინც როგავა გათიშაო, მე არ მინახავს ეს ადამიანი რომ მოდიოდა. იქ კადრში ანუ იცი როგორ ჩანს აი ესე ვიფარებ ხელს, იმიტომ რომ რაღაც მომენტში ფოიერვერკი გაისროლეს და ვეცადე რომ სახე დამეცვა და როგორც კი ვიფარებ ხელს და ვტრიალდები ეს ადამიანი მარტყამს რა ხელს და ხა მე რომ მენახა ეს სპეცრაზმელი ჩემკენ მოდიოდა გავხევდი ცემაში ხო მოვერეოდი თავისუფლად ხა ეგრე ირონია რაღაცილებს გაზადო უგულავა ჩემპიონ ძიუდოისტს მოკლაცემით ხა სპეცრაზმელს ვერ მოვერეოდი შენ კი აბა რა თქმა უნდა გამოიგდები ზურგზე
ხო და მართლა არა ხუმრობის გარშე არ მინახავს რა თქმა უნდა ეხლა ვერ მოვერეოდი მილიონი წელი მაგრამ გავიქცეოდი მაინც ხო ხო დაბიც მაინც მოუჩქარე ხო რაღაცა დაბიცა უჩქარებია ხო და ანუ მე ნანუკა ქაჯაია გაღვიძებს მე ნანუკა ქაჯაია მაღვიძებს და მატყუებს არაფერი არ ჭირს ჩემო პატარა და ვერ ვიგებდი ანუ პატარას რო გეძახის ბოლო ჩემს მეხსიერებაში არის ბოლოს რომ რაღაცა ჩართვაზე ვარ და უცებ ვიღვიძებ და სისხლიანი ვარ და ვერ ვიგებ რატომ და რეალურად გულახდილად ძალიან სერიოზულად რომ გითხრა კადრები რომ ვნახე მე აღვიდგინე ეგ ამბავი რა მოხდა თორე არ მახსოვს არაფერი შოკში ვარ მე და მეთხოვა კიდეც რომ ვერ ვხვდები რატომ არ ასეთ მდგომარეობაში და მე და ნანუკა ძალიან ძველი მეგობრები ვართ რა ვიცი 2012 წლიდან და ჩემო პატარა ჩემო ფერია ეს არის ჩვენი მიმართვა და კეთილი ზანუცნაურად ჩანდა ხო ზანუცნა კიდე კარგი ჩემო ფერია არ დამიძახა ჩემი ფერია არის ყველაზე როგორ ახლა დასისხლიანებული მე რაღაცა ნანუკა რომ პირდაპირ ეთერში მეუბნება ჩემო ფერია კარგად მადლობა ნანუკა რომ ჩემო პატარათი დაკმაყოფილდი ამიტომ დაკმაყოფილდი კი ძალიან საყვარელი ძალიან მიყვარს ნანუკა მადლობა მას ეგეთი ერთგული მეგობარი არ ვიცი მართლა გამიმართლა რომ ნანუკა არის ჩემი ესეთი ახლო მართლა ფერია და მეგობარი სათვალთვალო კამერები ხო უნდა ამოეღოთ ხო კი მაგრამ მე როცა ვითხოვე კოკა კაციტაძისგან სათვალთვალო კამერების ამოღება იცი კოკა კაციტაძემ რა მიპასუხა მისმა უწყება ტელევიზიებმა ხო გადაიღესო კაცო ახლა სათვალთვალო კამერები რაში გჭირდებაო და მე აუხსენი რომ ბატონო კოკა აი ნახეთ იქნება სპეცრაზმელი რომელიც თიშავს და გარბის თუ მე მართლა როგორც მდინარაძემ თქვა დედავაგინე დავეკავებინე და წავეყვანე განყოფილებაში და რა ვიცი კანონის თანახმად პასუხი უნდა ვაგო თუ ასე მოვიქეცი ხო ეს სპეციალური რომ გაიქცა მაინტერესებდა აი სად წავიდა იქნებ რომელიღაცა ისეთ დანაყოფს შეუერთდა რომ მე დავადგინოთ მარტივად ვინ იყო იქნებ საერთოდ ნიღაბი მოიხსნა და ათასობით კამერაა ვანო თელს რუსთაველზე ეხლა ამატებენ კიდე რამდენი და რა გაირკვა სუსის კამერები შინაგან საქმეთა სამინისტროს კამერები მერიის კამერები პარლამენტის კამერები 5 საათსა და 14 წუთზე 29 ნოემბერს არ მუშაობდა. აი რაღაცა რამდენიმე წუთით საერთო გათიშვა იყო. საერთო გათიშვა. საერთო გათიშვა იყო. ვერ ამოიღეს და რაც ამოიღეს არის კერძო დაწესებულებების კამერები, იქ რაღაცა კერძო ობიექტებია, კაფეები, მაღაზიები და აი 11 საათის მასალა რაც მომცა გამოძიებამ ჩემს გადაცემაშიც ვაჩვენე, ერთ კადრში ვიპოვე ჩემი თავი. ხო. ფეხსაცმელები ჩანს. მარტო ფეხსაცმელები ჩანს და ისიც ის მოგცეს. აი ეს და მე ვიცარი ხალხო ეს ჩემი ფეხსაცმელია. მე ვარ კადრში ვარ. სასწაულია. ძალიან მაგარი ქვეყანაა რა. ძალიან. მაინტერესებს ექსპერტიზა თუ ჩაგიტარდა. ექსპერტიზა მოვითხოვე, მეთქი რაღაცა იქნებ ექსპერტიზა ჩამიტარდეს რომ რა დაზიანებები მაქვს რომ ნინო წილოსანმაც კარგად გაიგოს თქო და არ არის საჭირო მითხრეს მაგრამ სხვაშორის შევახსენებ მაყურებელს რომ აი მაგალითად დგებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროს ლოყა რომ აუწით და ყურზეთკივილი რომ განიცადა სასამართლო ექსპერტიზა ჩაუტარდა და მე არა მაგალითად ინციდენტია რა შეიძლება ლოყის აწითლება ქონდა ლოყის აწითლება ამ ქვეყანაში მოკლედ ლოყის აწითლება არის მძიმე სასტიკი დანაშაული ხერხემლის გატეხვა მალის მოტეხვა იგონებენ 1000-ნაირ კანონებს. ახლა მაგალითად მედიას ეს ბრიტანული კანონი. ძელიანა რო აქ ამ მედიას. კი, დასამოქმედებელია. მოარგეს რაღაცა კანონი, რომელსაც მე ფუთავენ, რომ აი ეს არის ბრიტანული კანონი. ბრიტანეთში თურმე არის აი დიდი რაღაცა ცენზურა მედიის. აი ეს რუსული კანონიც ხო ამერიკული იყო, ჩვენ ვერ გავიგეთ უბრალოდ. კი. მე ხო სპეციალურად შეამსუბუქეს ტრამპმა შეამსუბუქა ეს ამათ გამო. ხო და ეს ბრიტანული კანონი რეალურად იცი რა არის მე რომ ვიყავი ახლა ხან პარლამენტში და კითხვებს ვსვამდი აი როგორც კი მხედავდნენ და ვიწყებდი კითხვის დასმას აი ჯერ პირველი სიტყვაც არ მქონდა ნათქვამი და რატომ უხეშობ უზრდელო ჯერ დამაცადეთ რა ვიცი იქნება რაღაცას გეკითხებით რომ რაღაცა სხვა კითხვა მაქვს ანუ თავშივე აი იწყებენ თავდასხმით რომ უზრდელი ანუ ამ კანონში ზუსტად ეგ მიზანია რომ კითხვების დასმა იქნება აგრესია უზრდელობა თავიდანვე ხო და როგორც იმედში ხდება, ეხლა წინასწარ უნდა გამოგიგზავნოს ნინო წილოსანმა, რომ პარლამენტში ხვალ რომ მოხვალ გადაღებაზე, გურამ აი ამ კითხვებს დასვამ და ამაზე გიპასუხებ, ამაზე ვიქნები მომზადებული და აი ეს ამ კანონის მიზანი. ხო, ნუ ეხლა შენზე უკვე თავიდანვე იყო რაღაცა უკვე რაღაც პროპაგანდისტული მანქანა აქტიურად მუშაობდა რა, ანუ შენს გასაშავებლად, იმიტომ რომ ახლა
იმათ არ აინტერესებთ რა მდგომარეობაში ხარ. იმათთვის არის მთავარი რომ დავალება რაც აქვთ, ის უნდა შეასრულონ. ტროლები ჩემ წინააღმდეგ აფრიელებდნენ რაღაცა ფოტოებს, რომელიც მე თვითონ მიდევს Facebook-ზე, კაცო არ მწვენი ამ ფოტოებს. ხო, რაღაცა აი რა ვიცი, მაგალითად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამიშვა ერთ-ერთ მივლინებაში, მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელი იყო დაინტერესებული ამით, Gay Pride-ის გასაშუქებლად რეპორტაჟი გავაკეთე. თვითონ რომელი წელია? მახსოვს ზუსტად ავიცი სადღაც ალბათ 8 წლის წინ. ხო და ამ ფოტოს აშიარებენ მე თვითონ მიდევს Instagram-ზე, Facebook-ზე, ყველგან რა ვიცი, კაც მე თვითონ ვაშეა. არა და გეი ლაშქარი მოდისო ეხლა. ხო, ასე ალბათ რითვარ ჩამოაღწიეს მაგათ მას, რამდენი ხანია მოდიან, ვერ მოაღწიეს. გეი ლაშქარი. აურაცხენ ლაშქარი მოემართება ჩვენსკენ რაღაცნაირად. მე ძალიან ხალისო ყველაფერს. ხო, შეხა თქვი რომ ასე მდგომარეობაში ადამიანს მაინც აი ბულინგისთვის რომ გიმეტებენ ტროლები. ეხა უკვე კარგად მიდით მიაწექეთ. ძალიან ხალისო ხარ, რაც უნდა შავი პიარი ააგორონ ჩემ წინააღმდეგ. მე გავაგრძელებ ჩემს საქმეს. ხო, რა თქმა უნდა. მზად ვარ ყველანაირი წინააღმდეგობისთვის, ისეთი ძლიერი ვარ, როგორც არასდროს. იცი რა არის, მე ახლა რამდენიმე ტელევიზიაში მუშაობდი, შენ გურამ. ყველგან მგონი. ხო. ტევე პირველი დამრჩა. ვაკანსია ხო არ გქონდა. მოხვალ ჩვენამდე. ზოგადად იფხას თუ მისომ პასუხსაც გაგცე. გიტარისტი ხო არ გჭირდება? გიტარისტი რაღაცას გიტარისტი ახლა კაი გიტარისტი ახლა მოდიში მეც უკრავ სხვათა შორის და იცი 90-იან წლებში გიტარაზე რო შემიყვანეს პირველი სიმღერა რაც მასწავლებელმა მასწავლა რა იყო აბა შენი აზრით? ასეთია ქურდი კაცი. ხო და აი სანჩელო მოვედი და შემაძმამ კითხა, აბა რა ის ასე. დავჭეგასეთი აკურდი კაცი. ეგ თაობა ვარ თუ ანუ რა 80 ეხა ბიძინა ივანიშვილი მოგვერევა ჩვენ გიტარაზე ასეთია ქურდი კაცის ბედი ვისწავლე პირველი სიმღერა იყო. რატო გასწავლა პირველი ასეთია ქურდი? ეს რა მარტივი აკორდები აქ ალბათ ხო? ან რაღაცა უყარდა იმას თვითონ გიტარის მასწავლებელს. ბოლოს წინ ტელევიზია იყო რუსთავი 2. კი. თავიდან ხო მე ხო ვიცი რომ შენ ისეთი ჟურნალისტი ხარ რომ რაღაცა ეს გააშუქე ესე და ესე ქენი და ესე გააკეთე ეგ ტიპაჟი არ ხარ. ხო დაიწყებოდა თავიდან ნელ-ნელა აი რბილიენით საუბარი რომ ამოდი ხა იცი რა არის გურამ კი კარგია ახლა ეს მაგრამ აი ეს მაგრამი როდის დაიწყო ეს მაგრამი იცი რაღაცა ილუზიებში ვიყავი გულწრფელად რომ მოვყო ახლა და ვიყო მართლა ძალიან გულწრფელი წლების განმავლობაში ხომ ჯეროდა რაღაცა რომ შესაძლებელი იყო ბალანსის დაცვა და მაშინ როცა მივედი რუსთავი 2-ში როცა თქვენ დატოვეთ ეს კომპანია მაშინ მე მივიღე პირობა რომ როგორც მართლა მე დღემდე ესე ვარ რაღაცნაირად მიმაჩნია რომ ჟურნალისტის ყველაზე დიდი კომფორტია როცა გეძლება საშუალება ყველა თანაბრად აკრიტიკო და მაშინ მე მივიღე იქ მყოფი ადამიანებისგან პირობა რომ ეს ასე იქნებოდა მე შევძლებდი ჩემს გადაცემაში როგორც ოპოზიცია ისე ხელისუფლება თანაბრად გამეკრიტიკებინა და პირობა იყო ეს რომ შენ თუ იქნები ყველას მიმართ თანაბრად სამართლიანი არ გვექნება პრობლემა და ეს რაღაც პერიოდის განმავლობაში ნამდვილად ასე იყო და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით მაშინ მეგონა რომ ხო ჩვენ ხო ახლა ესეთ რეალობაში ვართ რომ ყოველთვის ნებისმიერ ტელევიზიაში ნებისმიერ სიტუაციაში მოგიწევს რაღაც კომპრომისებზე წასვლა ბუნებრივია ახლა ჩემს ტელევიზიას ვერ გავხსნი და ისე ხო რაღაცა არ მაქვს ამის საშუალება რომ მე როგორც წარმომიდგენია ისეთი პროდუქტი შევუქმნა თავიდან ბოლომდე მაგრამ აი ჩემ ეთერზე მე ვიყავი პასუხისმგებელი და მე ვიცოდი რომ მე როცა ვიწყებდი ეთერს მართალი ვიყავი ჩემს მაყურებელთან მაგრამ მე რაღაცა დროის მერე თანდათან დაიწყო ხო აი ეს რაღაცა შემოპარებები რაც მაგრამები ხო მაგალითად ერთ-ერთი შემთხვევა იყო როცა ზაქარია ქუცნაშვილი დავითანხმე ინტერვიუზე და მითხრა რომ მოვყვები როგორ იცოდა ყველამ კობახიძემ დინარაძემ ყველამ რომ გავრილოვი იმ სავარძელში უნდა ჩამჯდარიყო ანუ ამას ამბობს ქუცნაშვილმა მოვყვებიო? კი, მოვყვებიო და შევითანხმე ინტერვიუზე, ვუთხარი პროდიუსერს გახარებულმა რომ ხალხო რაღაცა ექსკლუზივი გვაქვს, უნდა ჩავწეროთ და რაღაცა დათქმული დრო გქონდა, უნდა შევხვედროდი და უეცრად
პროდიუსერმა მითხრა რომ ზაქარიამ გადაიფიქრა რაღაცა ქალაქ გარეთ უნდა გავიდესო და ვერ ახერხებს და შემდეგ დღეებში ჩავწეროთ რაღაცნაირად დავეჭვდი და მოდი გადავამოწმებთ თქო და დაურეკე ზაქროშს. ბატონო ზაქრო რა მოხდა რამე ხომ არ გაწყენინეთ რატომ გადაიფიქრეთ და მითხრა რომ თქვენმა პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა რომ ვერ ჩაგწერთ რაღაც ტექნიკური ხარვეზი აქვს. აუ რა არის? იცი რა დამემართ თავანო. აი სიცივე რო შეგეპარება, ხო? მართლა ტვინში სისხლი ჩამექცაო რო იტყვია. აх, ჩი. არავინ არ გამიფრთხილებია ისე, ავიღე ჩიპი. ხო. მეხსიერების ბარათი. ოპერატორებს ორ ოპერატორს ვუთხარი რომ მივდიოდი გადაღებაზე, არავისთვის არ მithქვამს სად მივდიოდი. წავედით ზაქარიასთან ვუთხარი რომ არა მოგვარდა ეგ ტექნიკური პრობლემა თქო. ჩავწერე ის ინტერვიუ, მოვიტანე ეს მასალა და ვუთხარი უფროს რომ ყველაფერი გასაგებია, ვიცი რომ მომატყუეთ. მე წავედი თქვენი გაფრთხილების გარეშე მასთან, ჩავწერე ინტერვიუ და თუ ამას ეთერში არ მივცემთ, მე ავტვირთავ ამას სოციალურ ქსელში. მაშინ ეს მასალა გავიდა. მაგრამ უკვე გასაგები იყო რა ხდებოდა, მე მომიწევდა იქ ბრძოლა რაღაცა წვრილმან რაღაცეებზე და ბოლოს როცა ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმა ვნახე რაც იყო მე მაშინ გამოვიღვიძე რა გულახდილად რომ გითხრა და მაშინ მივხვდი რა სისტემასთან მქონდა საქმე და როცა ვამბობ რომ სანამ პირადად არ შეგეხებიან ვერ მიხვდები ამას მე გულისხმობ რომ ეს მართლა ასეა იმიტომ რომ ლექსოზე თავდასხმა მე იმ მომენტში ჩემზე თავდასხმა აღვიქვი და ამაზე მოვამზადე გადაცემა ძალიან მწვავე ყველა მიცოდა რომ მე ეთერში ვაპირებდი სრული სურათის ჩვენებას ქართულ ოცნებაზე მათ პასუხისმგებლობაზე საუბარს და რაღაცნაირად ეთერში გასვლამდე მითხრეს რომ რაც გინდა ის თქვი თუ გინდა აი რა ვიცი დედააგინე ნებისმიერს მაგრამ ღარიბაშვილი არ ახსენო და ვისაც არ ახსოვს ღარიბაშვილი იყო ზუსტად იმ მოვლენების სათავეში ბრძანების გამცემი კანცელარიის კიდევ წინა იმ დღესვე არ გააკეთა რაღაც განცხადება რომ კანცელარიდან მთავრობის ხდომიდან პირდაპირ ეთერში ხალხო თუ ქუჩაში გამოხვალთ ჩაგქოლავთ რა ვიცი სასიკვდილოდ გაგიმეტებთ დღეს კონსტიტუცია თქვენ არ რეალურად თელი სიუჟეტი ღარიბაშვილზე უნდა აგეწყო ღარიბაშვილზე ოღონდ ესენი მეუბნებიან რომ რაღაცას იცი რომ შეგინა რა ვთხოვთ ახლა რომ ღარიბაშვილი აქო ხარხსენო რა ამოიღებ თლიანად რა უკვე გასაგები იყო რა ხდებოდა მე გადავწყვიტე რომ იქ მე არ გავჩერდებოდი მაგრამ გადავწყვიტე მე თქვა მაყურებლისთვის მე ჩვენებინა მაყურებლისთვის რა ხდებოდა და ისე რომ ის გადაცემა ისე გავიდა რომ ტექსტი წინასწარ არ დამიწერია რომ ვინმეს არ ქონოდა ხელშეშლის მცდელობა თქვი რომ აი დღეს ქართულმა ოცნებამ ჩვენ საქართველოს კონსტიტუცია თავზე გადაგვახია და ეს იყო ერთ-ერთი ბოლო გადაცემა. დავხიე ეს ფურცლები, მეორე დღეს გიავოლსკი მყავდა სტუმრად და გიავოლსკის ეთერი ბევრს ემახსოვრება საშინლად ვიჩხუბეთ ეთერში და მითხრეს რომ შენ ცოტა გადაიღალეო. როგორ ჩანს ნერვებს ვერ აკონტროლებო და ხომ არ დაისვენებდიო. ხომ არ დაისვენებდიო და ჩვენო გაგიშვებთო სადმე დაისვენე და მე მოვბრუნდი ცოტა ხაშიო და მე ვთქვი არა, კარგად ზანდებოდეთ. ყველამ უნდა იცოდეს რა, რასთან გვაქვს საქმე და იქ როგორ იმართება სისტემა და არავინ არ თქვა ჩემმა კოლეგამ, მე მჯერა რომ ამ ქვეყანაში რაღაცა შეიცვალა, რომ თამაშინეს, მაშანტაჟებდნენ, კომპრომატები ჰქონდათ ჩემ წინააღმდეგ. არავინ არ მაშანტაჟებდა, ვანო. ხო. პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის გაუმჯობესებას და მილიონ რაღაცას მპირდებოდა. კაი ცხოვრებას გთავაზობდნენ. კაი ცხოვრების გამოაკეთებენ ეს ადამიანები ამ ყველაფერს. ხელფასი რამდენი თვე არ აგიღია? რა ჩვენ საერთო სატკივარია. მაგრამ საერთო სატკივარია. საერთო სატკივარია, მაგრამ ვანო დამიჯერებ ჩემს საქმიანობაში 2022 წლიდან ვარ პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ახლა ჩემთვის, იმიტომ რომ სრულიად თავისუფალი ვარ იმაში, რასაც ახლა ვაკეთებ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უხელფასოდ, მაგრამ მაინც მიწევს ამ გარემოში მუშაობა, იმიტომ რომ თავისუფლება არის ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის. კარგი არაფერი არ არის. ხო, რაც უბრალოდ ღამე მშვიდად მაძინებს რა, მართალი ვარ ჩემთვის. ხო, აი შენ სფეროში ესეთი ამბავი რო იყო, ნუ მაგას მივხვდი, მაგრამ აი ქვეყანაში რო რაღაცა ვერ იყო, ამას როდის მივხვდი? ხო, ამას კიდე უფრო ადრე. უფრო ადრე მივხვდარ ხა. როცა მიწა მომპარეს. როგორ? მოკლედ მიწა მომპარეს, ბეთის უარანაირ რომ მოგპარო მიწა. ადრე ცხოვრობდი კიკვიძის პარკთან და მოვინდომე აივნის გამწვანება და მიწა რა თქმა უნდა შევიძინე წინასწარ ყვავილებისთვის და დამაკლდა ცოტა. და ჩავედი კიკვიძეში, მეთქი რაღაცა მოვჩიჩქნი კიდე თქო და პარკი ჩავიტანე და ავავსე ეს პარკი ამ მიწით.
და სანამ მაღლა ავიტანდი, იქვე უბნის მაღაზიაში შევიარე, რომ მეთქი რაღაცებს, პროდუქტებს ავიტან სახლისთვის და ხა მიწას ხო შიგნით არ შევიტანდი რაღაც. გარეთ მაღაზიასთან, უბნის მაღაზიასთან კართან დავდე და გამოვედი ხა პროდუქტებით დახონწლული და იქ გარემოვაჭრე იჯდა იქვე მაღაზიასთან რაღაცა აკოშინებული მხდება, აღელვებული ბოდიში გურამ ვიცნობდით ხა უბანში ხო იცი როგორც ხდება ყველა ერთმანეთს ვიცნობ და რაღაც ბოდიშეს მიხტის რა, ვერ გავაჩერე. და რა ვქნათ, როგორ ვიპოვოთ რაღაცას მეუბნება და მეთქი, რა ხდება ქალბატონო? დედა ჩემი სიკვდილი რა გქონდათ გურამ ამ პარკში და მეთქი, რა აი ვიღაცაო აქ თავქუდ მოგლეჯილი მოვიდა, სტაცას თქვენ ჩანთავს ხელი და გაიტაცა. იცაცაი. გაიგეს მისდევდა. ეს მისდევდა, თან თავის პროდუქტებს ვერ ტოვებდა, ეხა ბოლომდე. აღარ წაიღებდი აი. მაგრამ მე რო ვიფიქრე, რომ ამ ადამიანმა მიწა გაიტაცა, გახსნა. ხო და აი მაშინ მივხვდი რომ რაღაცა ვერ იყო, ეხა კი ბატონო სააკაშვილის დროს მისი მოწინააღმდეგე ვიყავი, მისი კრიტიკოსი, მაგრამ ხო მანქანებს მართლა ღიასტოვებდა ხალხი და სხვა ვითარება იყო. კიდე მინდა ბოლოსკენ შენს გადაცემაზე ხა გამიხარდა რომ ელისო დაბრუნდა. კი, ელისო ჯარიაშვილთან ერთად ვაკეთებდა ახლა ჩვენი ძალიან ახლობელი მეგობარია. ხო და აი შენი გადაცემა ძალიან საინტერესო ფორმატია. მინდა გითხრა, იმიტომ არის საინტერესო, რომ ანუ აი ძირითადად უფრო ხალხთან გაქვს შეხება და გამოკითხვები გაქვს ეს რაღაცა სპეციალური ადგილებიდან, ხო? ეხლა ყველა ჯერჯერობით რუსთაველის გამზირიდან, ხო, მინდა რომ ხალხის ხმა ისმოდეს და პოლიტიკოსებმა აი რაღაცა ამ ბაბლში არიტრიალონ. ეს რუსთაველის გამზირიც გარკვეულწილად ბაბლია, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ მე რეგიონებში გასვლას და სხვა კატეგორიის ადამიანებსაც ვკითხავთ აზრს, მაგრამ ხო, რაღაცნაირად შევეჩვიეთ იმას, რომ ყველა ეთერში არის ერთი და იგივე სახე, ყველა ლიდერი და რაღაცნაირად მგონია რომ არის მის სათანადოდ ხალხის ხმა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ახლა ხალხს მივცეთ ეთერი, ვალაპარაკოთ ხალხი და ვაკრიტიკოთ ოპოზიცია, მათ შორის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა ოპოზიცია რაღაცა თვითკმაყოფილებას არ მიეცეს და მიხვდნენ, რომ ხალხი მათ არ აძლევს ხმას, იმიტომ რომ მათი საარჩევნო პროექტები და პროგრამები და რაღაც დაპირებები მოსწონთ, ხო? სხვა რეალობაში ვართ და მნიშვნელოვანია ახლა ამ ეტაპზე ვაკრიტიკოთ ყველა. ხალხთან ერთად ქვია ამ გადაცემას და მე მგონია რომ ახლა რა ბრძოლაშიც ვართ, ხო? ხალხია იქ მთავარი და არაპოლიტიკური ლიდერები, ხო? მათი როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხალხის გარეშე არ გამოვა ეს ყველაფერი და დღეს რაც ხდება ახლა საქართველოში ეს ხალხის დაკვეთა რა, იმიტომ რომ აი ომის პარტია ოპოზიციაზე რომ ამბობს ბიძინა ივანიშვილი თვითონ არის ყველაზე დიდი ომის პარტია, მან გამოუცხადა ომი ხალხს, საკუთარ ხალხს, ხო? საკუთარ რა საქართველოს ხალხს, მაგის ხალხი გამოუცხადა ომი და ვიღასთან ომობთ. ხო, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ხალხს ვკითხოთ აზრი და ჩემი აზრით ხალხის ხმა უნდა ისმოდეს უფრო მეტად, ეს არის ჩემი პირადი ხედვა. ძალიან დიდი მადლობა. შენი გადაცემა ხუთშაბათი, სამშაბათი, ხო? საღამოს ეთერში. კი, 10 საათზე, სამშაბათი, ხუთშაბათი და შემდეგ გადაცემაზე გიტარით მოვალ და ასეთია. შემდეგ გადაცემაზე. ესე თან როგორი სახე გვარი გაქვს, ესე აი რითმა არა? როგავა. ხო, ეს გადაცემა როგავა, უბრალოდ აყვავს როგავა. ძალიან იყო, ნო? ძალიან დიდი მადლობა, პატარა. კარგად ფერია. კარგად ფერია, გურამ როგავა იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა. გადაცემის წარმომადგენელია PSP